ქუთაისის ორი ცენტრი ექნება, ერთი რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებული ისტორიული უბანი და მეორე ადმინისტრაციული ცენტრი, რომელმაც ქალაქს დედაქალაქის ფუნქცია უნდა მიანიჭოს. ეს ის ქუჩაა, რომელზეც სამთავრობო სტრუქტურებია განლაგებული, ჩვენ შევეცდებით 4-ვე მათგანი ახლოდან დაგანახოთ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ შენობიდან დაახლოებით 150 მეტრში საქართველოს მთავრობის სახლი დგას, რომელიც პრეზიდენტმა 22 ნოემბერს ოფიციალურად გახსნა. ცენტრალური ხელისუფლების სტილი დაცულია, კონტროლის პალატის შესასვლელთან თანამედროვე სტილის ხიდის კონსტრუქცია ააგეს. ეს იუსტიციის სახლის შენობაა, რომელიც სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. მრავალკუთხედის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა ადმინისტრაციულ ცენტრად ქცეული ქალაქის მოსახლეობას რა პრობლემები აწუხებს. გამოკითხულთა უმრავლესობა უმუშევრობას უჩივის. პრობლემა არის უმუშევრობა, უსაქმურება. რაც ყველაფერზე ყოველთვის ოდიოზურია, უმუშევრობა, უსაქმურობა. ამას არ ვიცი მე. ამით შეგუება როგორ უნდა შეეგუოს ადამიანი. უმუშევრობა და რა არის? თქვენ არიცით თვითონ? პრობლემა იმდენია, ზღვა პრობლემებია. ჩვენთვის ქუთაისელებისთვის რა თქმა უნდა მუშაობა, სამსახურებნა, რა უმუშევრები ვართ ყველანი და ძალიან ცუდ დღეში ვართ. ბევრი პრობლემა აწუხებს ძალიან. უმუშევრობა, დასაქმება, სოციალური პრობლემები. რაღაცები გამჯობესდა, კი ნამდვილად, მაგრამ აი მძიმე ფონია, იმიტომ რომ ხალხს არსებობს საშუალება, ზოგს ნაკლები აქვს, ზოგს საერთოდ არა აქვს ესა სამუშაო ადგილები და პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის ავტორი აკაკი ბობოხიძე საუბრობს, რომ ქალაქის სტატუსის შეცვლა ინვესტორების დაინტერესებას შეუწყობს ხელს, რაც უმუშევართა რიგების შემცირებაზე აისახება. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი გადმოვა ქუთაისში, დედაქალაქის სტატუსი იცვლება. ქუთაისი ხდება საქართველოს მეორე დედაქალაქი და ბუნებრივია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი არის განსაკუთრებული, დედაქალაქის მიმართ მიზიდულობა ბიზნესის არის განსაკუთრებული და ყველაფერი ეს იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ გამოიწვევს ქუთაისისათვის ახალი სისხლის გადასხმას და ახალი ცხოვრების მინიჭებას. და ბუნებრივია, რომ ეს პირველ რიგში აისახება ალბათ სამუშაო ადგილების შექმნაზე. ბობოხიძე აღიარებს, რომ პარლამენტის აპარატში დასაქმებული ადამიანები სამუშაოდ ქუთაისში გადმოვლენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივებს არც ამჯერად გაუმართლათ. პარლამენტში დღეს მუშაობს 1000-მდე თანამშრომელი. მე იმედი მაქვს, რომ თანამშრომლების დიდი ნაწილი წამოყვება, იმიტომ რომ თუ თანამშრომლების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო გადმოყოლა, ბუნებრივია, რომ პარლამენტის მუშაობა საკმაოდ შეფერხდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ბუნებრივია, რომ ჩანაცვლება მოხდება ადგილობრივი კადრებით. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება როტაცია პარლამენტში და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებით იცვლებიან, თქვათ, ის ხალხი, რომელიც იმ მომენტისათვის ვერ აკმაყოფილებს იმ დაყენებულ მოთხოვნებს. ქუთაისის ადმინისტრაციულ ცენტრად ქცევას მხარს უჭერს ოპოზიციის ერთი ნაწილიც. თუმცა გადამეტებულ მოლოდინებზეც საუბრობენ. მშენებლობის დროსაც ქუთაისლებს თითქმის არ მიუწვდებოდათ ხელი ამ სამუშაოებზე, ხო? ძალიან გადამეტებული არის, რომ ეს რადიკალურად შეცვლის, რა თქმა უნდა შეცვლის და ეს არის კარგი და ქუთაისის ფუნქცია, ქუთაისში დასაქმებულთა რიცხვი, მაგრამ ამითინ რომ ეხა მოიხსნას უმუშევრობის პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ასე არა, ეს არის პროცესი, რომელიც არის კარგი რომ იწყება და ქალაქის ფუნქციონალური დატვირთვა იზრდება და უფრო მეტი შეიძლება აქ დასაქმდეს, თუნდაც წარჩინებული კურსდამთავრებულების დონეზე თუ ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა მშენებლობა ქალაქში უზრუნველყოფს მეტის დასაქმებას. მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ გადამეტებული პიარი, გადამეტებული მოლოდინების შექმნა საზოგადოებაში არის ძალიან ცდარი. კონტროლის პალატა და იუსტიციის სახლი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. დაპირებისამებრ სხდომები მთავრობის სახლშიც მალე უნდა გაიმართოს. პარლამენტის მშენებლობა კი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. სწორედ ამ დროისათვის იქნება მზად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური შადრევანი. როგორც გვპირდებიან, ეს ყველაფერი ერთიან ჯამში მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ გარემოს შექმნის. როენა კახიძე, ზაზა იმნაძე, იმერეთის რეგიონიდან, ტელეკომპანია რიონი.